მიხვედ იმისა, რომ ძალიან რთული პერიოდი იყო 90-იანები, ხო? ცდილობდა მამა ჩემი, რომ არაფერი არ მომკლებოდა შესაძლებლობის ფარგლებში. მეც ახლა სულელი არ ვიყავი და ხვდებოდი, რომ რაღაცეები შესაძლებლობა მამა ჩემს არ ქონდა. მაგალითად, ახლა როცა მყავდა ცოტა მდიდარი შედარებით, კლასელი იქნებოდა ეს თუ ნაცნობი და ნათესავი, თქვა, იმათთან რომ ხედავდი რაღაც ისეთ სახში, რომ ქონდათ, რაც მე არ მქონდა. თქვით იქნებოდა კომპიუტერი თუ ნებისმიერი რამე სხვა რაღაცა ისეთი რაც გამოარჩევდა იმას, რომ იქ ცოტა მეტი ფული აქვს, ან არაკეთ არ გვაქვს ხო ჩვენ. არასდროს არ გამჩენია მოთხოვნა იმისი, რომ აი მამა ჩემს მეთქვა, რომ რატო არ გვაქვს ჩვენ. იმიტომ ხვდებოდი, რომ რახან არ გვაქვს. ესე იგი შესაძლებლობა ამისი არ არის. და ეგ ალბათ ჩემი რაღაცა მის სიდიადის გამო კი არ მოხდა, ისე გამზარდა. ზუსტად რა იყო არ ვიცი, მაგრამ ისე გამზარდა, რომ ხვდებოდი, რომ ნდობა მქონდა ამ კაცის რა, რომ თუ რაღაცა არ გვაქვს, ეს არ ხდება იმიტომ, რომ მამა ჩემი თქვა ცუდია, ან ეგოისტია, ან ვერ ხვდება, რომ ეს კარგია რომ მქონდეს. არა, რახან არ მაქვს, ესე იგი არ არის ამის შესაძლებლობა უბრალოდ და მორჩა. და მაგით არავის არ ყოფილა რა ის ბავშვი მაღაზიაში ვტირიან, რომ ეს მიყიდა და რა.